მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ეს არის სამეფო არხი და ახალი გადაცემა თავისუფალი საუბრები მოძღვართან. მე გახლავართ თეოლოგიის დოქტორი, დეკანოზი ალექსი ქშუტაშვილი. ჩვენ დღეიდან ვიწყებთ გადაცემების ახალ რუბრიკას, რომელიც გულისხმობს მოძღვრის ან შეიძლება 2-3 მოძღვრის მონაწილეობას. და ჩვენ შევარჩიეთ ასეთი სათაური ზუსტად იმიტომ, რომ ჩვენ არ გვინდა, რომ ჩვენი გადაცემა იყოს რაღაც ძალიან ვიწრო თემატიკური მიმართულების. ჩვენ გვინდა ისევ და ისე თქვენ ტელემაყურებლებს შემოგთავაზოთ თქვენთვის საინტერესო თემები, რომლებსაც თქვენ კითხვებს გამოგვიგზავნით ჩვენ ტელეარხის Facebook-ზე. ჩვენ შევისწავლით, რა თქმა უნდა, ამ თემებს და უკვე შემდგომში გადაცემის ფორმატში ჩვენ ამ თემებს, ამ საკითხებს განვიხილავთ და შევეცდებით მაქსიმალურად კომპეტენტურად გავცეთ პასუხი თქვენთვის საინტერესო პრობლემებზე, კითხვებზე, რომელიც რა თქმა უნდა შეეხება საეკლესიო ცხოვრებას, რელიგიურ რაღაცა გარკვეულ პრობლემებს, ეკლესიაში ყოფობას, თქვათ, მოძღვრებთან ურთიერთობისას, სულიერ პრობლემებს და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ასეთი ჩვენი გადაცემის ფორმატი არ ჩაანაცვლებს და ვერ ჩაამანაცვლებს, რა თქმა უნდა, პირად მოძღვრებთან ურთიერთობას, ცოცხალ კონტაქტებს, მაგრამ არსებობს რაღაცა თემები, რომლებიც შეიძლება სიტყვაზე თქვათ, ამბიონიდანაც ვერ ისაუბროს სასულიერო პირმა, ან შეიძლება პირად საუბარშიც კი რატომღაც მრევლს ერიდებოდეს ამა თუ იმ კითხვის დასმა, ან დაუსვამს კიდევაც რომელიმე კონკრეტულ სასულიერო პირთან ან მრევლთან, მაგრამ ვერ მიუღია სრულფასოვანი პასუხი და ამიტომ ჩვენ ვიფიქრეთ, რომ შეიძლება ამ არხის და ამ გადაცემის ფორმატი იქნება ის სივრცე, რომელშიც ასე ვთქვათ, ჩვენ შევძლებთ ვისაუბროთ, ესე თქვა, არა მართალია არა პირდაპირ ეთერში, მაგრამ ერთგვარი დიალოგი ვიქონიათ, ყოველ შემთხვევაში თქვენგან გავიგოთ ის თემები, ის პრობლემები, რომლებიც თქვენ გაწუხებთ და ჩვენთვისაც ეს იქნება, რა თქმა უნდა, ერთგვარი ზოგიერთ შემთხვევაში აღმოჩენა, იმიტომ რომ ხანდახან თქვენ დამეთანხმებით ალბათ, რომ ხშირ შემთხვევაში არსებობს ასეთი სიტუაცია, როდესაც ხიდი არის გატეხილი მრევლსა და მოძღვარს შორის და ამიტომ შეიძლება მოძღვარმა არც იცოდეს, რომ მრევლს აწუხებდეს რაღაცა გარკვეული პრობლემები და მრევლიც ვერ ბედავდეს, რომ მივიდეს და გარკვეულ თემებზე გაესაუბროს თავის მოძღვარს. და არსებობს ასეთი ჩატეხილი ხიდის ფენომენი. და რომ რაღაცნაირად აღვადგინოთ ეს ჩვენი ურთიერთობა, ურთიერთგაგება თუნდაც, ან ჩვენს მოძღვრებით დავფიქრდეთ, თურმე რა პრობლემები არსებობს, ჩვენს დავფიქრდეთ, რომ თურმე ხალხი ითხოვს ჩვენგან რაღაცა საკითხებზე პასუხის გაცემას და ან თუნდაც შიგნით სამრევლოს დონეზე, მოძღვრების ცხოვრების დონეზე, განათლების დონეზე თუ სხვადასხვა საკითხებში რაღაცა ჩვენი, ასე ვთქვათ, სასულიერო პირების ცოდნის, განათლების, გარკვეული გამოცდილების, სამოძღვრო გამოცდილების დონის აწევას და ასე შემდეგ. და შესაბამისად ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ასეთი ახალი გადაცემის დაარსება ამ ტელეარხის ფარგლებში იქნებოდა ძალიან საინტერესო თქვენთვის, მსმენელებისთვის ზოგადად, ჩვენი მრევლისთვის და არა მხოლოდ აქტიური მრევლისთვის, არამედ უფრო მეტად შეიძლება ისეთი ადამიანებისთვის, რომლებსაც ნაკლები კონტაქტი აქვთ ეკლესიასთან, მოძღვრებთან განსაკუთრებით, თავის თავს პოზიციონირებენ ან არაეკლესიური, არარელიგიური ხალხის, ასე ვთქვათ, სივრცეში, ზოგიერთი ხმამაღლა ან უთქმელად მაინც ფიქრობს თავის თავს ისევ და ისე პოზიციონირებს, როგორც ათეისტის ვთქვათ, სივრცეში და ასე შემდეგ. და ჩვენ გვჭირდება, ვიმეორებ, რაღაცა გვქონდეს ისეთი პლატფორმა, სადაც ჩვენ გვექნება ურთიერთშეხვედრები, ვიმეორებ, თუნდაც ტელევიზიის მეშვეობით, თუნდაც ჯერჯერობით არა პირდაპირი გადაცემების და პირდაპირი ცოცხალი დიალოგის მეშვეობით, არამედ თუნდაც ესეთი
თქვენს მიერ გამოგზავნილი კითხვების მეშვეობით და ჩვენც ვიმეორებ შევეცდებით ამა თუ იმ აქტუალურ თემებს შევეხოთ, კითხვებზე პასუხი გაგცეთ და ასე შემდეგ. ჩვენ ვფიქრობთ მომავალში ისევ და ისევ ჩვენ შეიძლება გვყავდეს სტუმრები, ერთი ან შეიძლება რამოდენიმე სასულიერო პირი, არ მხოლოდ სასულიერო პირები, რომელიმე დარგის სპეციალისტები, სოციოლოგები, ისტორიკოსები, ფსიქოლოგები და ასე შემდეგ. და ამ გადაცემებში ჩვენ შევეცდებით ერთად დიალოგის სახით უკვე განვიხილოთ ესა თუ ის პრობლემა და ვიმეორებ რომ გავხადოთ თქვენთვის ტელემაყურებლებისთვის რაღაცა საინტერესო ჩვენი შეხვედრები და იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში რომ ჩვენ გვექნება ესეთი ნაყოფიერი შეხვედრები ასე თქვა და ეს იქნება ეს გადაცემების ციკლი იქნება სასარგებლო და საინტერესო როგორც თქვენთვის ასევე ჩვენთვისაც იმიტომ რომ თვითონ ჩემი პირადი აკადემიური გამოცდილებიდან ვიცი რომ როდესაც პედაგოგი შედის აუდიტორიაში და ურთიერთობა აქვს სტუდენტებთან, მსმენელებთან, ან თუნდაც მოძღვე როდესაც გამოდის ამბიონზე და ქადაგებს იმ ლექციიდან, გაკვეთილიდან ან ქადაგებიდან არა მხოლოდ მსმენელები სწავლობენ რაღაცას, არამედ ხშირ შემთხვევაში ჩვენს პედაგოგები, ლექტორები თუ მოძღვრები სწავლობთ რაღაცას ამ ცოცხალი კონტაქტიდან, იმიტომ რომ შემდგომში ჩვენ ვღებულობთ, ვიმეორებ რაღაცა კითხვებს, რაც გვაიძულებს ჩვენ რა გარკვეული პასუხები გავცეთ და ასე შემდეგ. ამ ცოცხალი კონტაქტის გარეშე, რა თქმა უნდა, ვერ იარსებებს ნაყოფიერი და სრულფასოვანი ურთიერთობა თეოლოგებს შორის, მოძღვრებს შორის, მრევლს შორის და იმ ადამიანებს შორის, რომლებიც სამწუხაროდ შორს არიან ეკლესიისგან. და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ გადაცემის ფორმატში ველოდებით კითხვებს არა მხოლოდ, როგორც ვთქვი, აქტიური მრევლისგან, იმათგანაც, ვინც არ ცხოვრობენ, არც უნდათ რომ დაიწყონ ეკლესიური ცხოვრება, მაგრამ რელიგიურ ცხოვრებასთან გარკვეული კითხვები გააჩნიათ. და ვინც და ისეთ კითხვებსაც ველოდებით, რომლებიც მოვლენ, იმედია მოვლენ, ისეთი ადამიანებისგან, რომლებიც არ არიან მართლმადიდებელი ეკლესიის წევრები, შეიძლება იყვნენ ქრისტიანები, მაგრამ სხვა მოსარებლობის, თქვათ, ეკლესიის წევრები არიან, ან შეიძლება საერთოდ სხვა სარწმუნოების მიმდევრები არიან, არანაირი პრობლემა არ არის. ველოდებით თქვენს კითხვებს და ჩვენ შევეცდებით ყველასთვის, ასე თქვათ, სრულფასოვნად და სრულყოფილად გავცეთ პასუხები და ჩვენს ვიმეორებ, ვინც ვიქნებით აი ამ გადაცემის წამყვანები, თქვენგანაც რაღაცა ვისწავლოთ. კეთილი, პირველი გადაცემისთვის ჩვენ მოვიფიქრეთ, რომ ასეთი თემა განვიხილოთ, რომელიც შეეხება ზოგადად თეოლოგიურ, საეკლესიო, სასულიერო განათლებას და ესეთ საკითხს, რომელიც შეიძლება იყოს, ჩაითვალოს ესეთ რელიგიურ, ფილოსოფიურ და კანონიკურ პრობლემად, რომელიც არის ომი ზოგადად. ჩვენ ავირჩით ეს ორი თემა, ეს ორი მიმართულება. იმიტომ რომ 6 დეკემბერს საქართველოს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის ხსენების დღეს აღნიშნავს. წელს ეს თარიღი ემთხვევა კვირა დღეს, როდესაც ეკლესიური ხალხი, ასე თქვა, თითქმის ყველა ესწრება ღვთისმსახურებას, ისმენს ქადაგებებს, როდესაც წესი და რიგით უნდა მოვისმინოთ და გავიგოთ ამ პიროვნების წმინდა გრიგოლ ფერაძის ცხოვრების შესახებ უფრო რაღაცა საფუძვლიანი რაღაცა საკითხების განხილვა, რაღაცა ვისწავლოთ და ასე შემდეგ და აი რატომაც არა ტელევიზიის ფორმატითაც რომ ჩვენ ამ განვიხილოთ ეს მისი ცხოვრება და მისი ცხოვრებიდან გამომდინარე რაღაცა გარკვეულ თემებს შევეხოთ, მე მგონი ძალიან კარგი იქნება და სასარგებლო ყველასთვის. უპირველეს ყოვლისა შევეხოთ წმინდა გრიგოლ ფერაძის ცხოვრების მნიშვნელოვან რაღაცა ასპექტებს. ის დაიბადა კახეთში, დღევანდელი გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში, სასულიერო პირის ოჯახში.
საინტერესო არის ის, რომ როგორც ჩანს, მისი ოჯახი ზოგადად ასე ვთქვათ ტრადიციულად სასულიერო პირების ასე ვთქვათ გვარს წარმოადგენდა, იმიტომ რომ არამხოლოდ მამამისი, რომელსაც ერქვა რომანოზი, არამედ ბიძამისიც ასევე სასულიერო პირი, ანუ ასე ვთქვათ რელიგიური სასულიერო ცხოვრება, ეკლესიური ცხოვრება უკვე ტრადიციულად იყო ჩამოყალიბებული ამ ოჯახში. წმინდა გრიგოლს ორი დედმამიშვილი ყავდა, ორი ძმა, ის თვითონ იყო შუათანა. მაგრამ მოხდა ესეთი სამწუხარო ფაქტი, რომ ძალიან ესეთი მცირე 5 წლის ასაკში უკვე ის დაობლდა, მამით დაობლდა და ის გაზრდის პასუხისგებლობა იტვირთა დედამისმაც და მისმა ბიძამ, რომლებიც როგორც თქვით წეხან ის ასევე სასულიერო პირი იყო. როდესაც წამოიზრდება მცირეწლოვანი გრიგოლი, მას მიაბარებენ თბილისის ასწავლებლად მიაბარებენ თბილისის სასულიერო სკოლაში, რომელსაც ამთავრებს წარმატებით. მის შემდეგ ის აგრძელებს სწავლას უკვე ასევე თბილისის სასულიერო სემინარიაში და უკვე 1918 წლიდან განათლებას აგრძელებს თბილისში ახალ დაარსებულ უნივერსიტეტში სიბრძნეთმეტყველეობის, ეგრეთ წოდებულ სიბრძნეთმეტყველეობის, ან დღესდღეობით როგორც ჩვენ ვამბობთ, ფილოსოფიის ფაკულტეტზე აგრძელებს სწავლას. მალევე უკვე 1919 წელს მას იწვევენ სავალდებულო ჯარის მოვალეობის მოსახდელად. რის შემდეგაც 1921 წელს ის უბრუნდება აკადემიურ განათლებას უნივერსიტეტში, ხოლო იმავე წელს, როდესაც საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკას თავს დაესხმის ბოლშევიკური რუსეთი, ის თავის თანაკურსელებთან, მეგობრებთან, დედმამიშვილებთან, ძმებთან ერთად უკვე მიდის ისევ და ისევ საქართველოს ჯარში სამშობლოს დასაცავად. წმინდა გრიგოლი უკვე როგორც ახალგაზრდა ღვთისმეტყველი მონაწილეობს 1921 წელს გამართულ საქართველოს ეკლესიის საეკლესიო კრებას და სადაც წყდება უკვე გრიგოლის გაგზავნა განათლების მისაღებად დასავლეთ ევროპაში, ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში და 1922 წლიდან ის სწავლობს უკვე ბერლინის უნივერსიტეტში, თეოლოგიის ფაკულტეტზე და ის ზოგადად ევროპულ განათლებას ახასიათებს ის, რომ სტუდენტებს აქვთ საშუალება, რომ არა მხოლოდ ერთ უნივერსიტეტში სწავლობდნენ, არამედ იმ ქვეყანაში, ამ მეზობელ ქვეყნებში არსებულ სხვადასხვა უნივერსიტეტებში იარონ და იქ გადიოდნენ შესაბამის ლექციებს, სალექციო კურსებს. და აი წმინდა გრიგოლი ძირითადად გერმანიაში ყოფნისას ძირითადად ორ უნივერსიტეტში სწავლობს, ეს არის ბერლინის უნივერსიტეტი და ბონის უნივერსიტეტი. და ბონის უნივერსიტეტში ხდება უკვე მისი სადოქტორო დისერტაციის დაცვა, რომელიც იყო ასეც ძალიან საინტერესო და აქტუალურ თემაზე, რომელიც დღემდე ძალიან მნიშვნელოვანი თემაა ზოგადად ქართული თეოლოგიისთვის და საქართველოს ასკეტური ცხოვრებისთვის, ეს არის სამონასტრო საწყისების საკითხები საქართველოში. აი ასეთ თითქოს ის საერო პირი იყო, მაგრამ ასეთ ძალიან საფუძვლიან თეოლოგიურ ასკეტურ საკითხებს ეხება მისი კვლევის სფერო. 1927 წლიდან უკვე ახალგაზრდა მეცნიერი გრიგოლი მიემგზავრება დიდ ბრიტანეთში და იქ რამოდენიმე წლის განმავლობაში სწავლობს ბრიტანეთის არქივებში დაცულ ქართულ უძველეს ხელნაწერებს და რომელიც ისევ და ისევ ეს მისი კვლევის საგანია და უკვე ქართულ თეოლოგიურ მეცნიერებაში და ევროპულ თეოლოგიურ მეცნიერებაში შეაქვს ახალი ინფორმაციები საქართველოს ეკლესიის შესახებ, საქართველოს ასკეტიკის სულიერობის შესახებ და ასე შემდეგ, რაც არის მოგეხსენება ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით იმ ეტაპზე იყო, როდესაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კი გამოაცხადა თავისი ავტოკეფალიის ხელახლა გამოცხადება აღდგენა 1918 წელს, მაგრამ ყველა ადგილობრივი ეკლესიის მიერ სამწუხაროდ იმ პერიოდში მალევე არ მოხდა მისი აღიარება და
ჩვენს თეოლოგებს, სასულიერო პირებს, მეცნიერებს ჭირდებოდათ საკმაოდ სერიოზული საფუძვლიანი არგუმენტები, სამეცნიერო დონეზე არგუმენტების მოყვანა, რის საფუძველზეც ჩვენი ეკლესია იცავდა ჩვენს ავტოკეფალიას და ამტკიცებდა, რომ ეს ჩვენი ავტოკეფალია არის დაფუძნებული საკმაოდ მდიდარ და ხანგრძლივ ტრადიციაზე და ჩვენ ისტორიულად ერთ-ერთი უძველესი ადგილობრივი ეკლესია ვართ და შესაბამისად ყველანაირად იმსახურებს ცალკე განსაკუთრებულ ყურადღებას და აღიარებასაც, როგორც კანონიკურად, ისტორიულად და ასე შემდეგ. და აი ამ პროცესში ძალიან სერიოზული მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს წმინდა გრიგოლ ფერაძეს თავისი სამეცნიერო გამოკვლევები, თავის სადოქტორო დისერტაციით მოგეხსენებათ, როგორც ეხლა ვთქვით და უკვე იმ ახალი წყაროების აღმოჩენით, ხელნაწერების შესწავლით და მათი უკვე გამოქვეყნებით და ასე შემდეგ. 1931 წელს გრიგოლი აღიკვეცება ბერად და იმავე წელს მალევე ის იქნება ხელდასმული როგორც სასულიერო პირი, ანუ თავის სამეცნიერო კვლევებს ის უკვე ასე ვთქვათ უკვე მისი სამეცნიერო კვლევები უკვე შერწყმული არის მის უკვე ასკეტურ სულიერ მოღვაწეობასთან, უკვე როგორც ბერის ხარისხში და სასულიერო პირის ხარისხში. მას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აგზავნის პოლონეთში, კერძოდ ის მოღვაწეობას აგრძელებს უკვე ვარშავის მართლმადიდებლურ თეოლოგიურ უნივერსიტეტში, სასწავლებელში, სადაც არის ზუსტად ისტორიის, თეოლოგიის პროფესორი და ასეთი აქტიურ ვიმეორ სასულიერო, ასკეტურ და თეოლოგიურ მოღვაწეობას ეწევა უკვე ამჯერად უკვე ვარშავაში. სამწუხაროდ მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ უკვე ეს აკადემიური საქმიანობა უკვე ხდება შეფერხებული. მოგეხსენებათ 1939 წელს 1 სექტემბერს პოლონეთი უკვე არის დაპყრობილი ნაწილობრივ ფაშისტური გერმანიის, ხოლო ნაწილობრივ უკვე საბჭოთა კავშირის მიერ. აკადემიური განათლება პრაქტიკულად ამ დროს უკვე არის შეწყვეტილი. მნიშვნელოვანი არის ის, რომ ზუსტად იმ დროს, როდესაც ფაშისტური გერმანია ავრცელებს თავის აზრებს და იპყრობს ცალკე ჯერ პოლონეთს, შემდეგ დასავლეთის ევროპის გარკვეულ ქვეყნებს, როგორც თქვათ, ეს არის საფრანგეთი და ასე შემდეგ. და ჩვენ ვიცით, რომ ამ დროს პარიზში ინახებოდა საქართველოს არა მარტო ეკლესიის, არამედ საქართველოს ერის, ასე ვთქვათ, განძი, რომელიც იყო გატანილი ბოლშევიკური თავდასხმის და ოკუპაციის დროს და პრაქტიკულად დიდი წვლილი ამ განძის დაცვაში ეძღვნება ზუსტად წმინდა გრიგოლ ფერაძეს, რომელმაც უკვე ფაშისტური გერმანიის ხელისუფლებისთვის დაწერა ისეთი დასკვნა, სადაც დაწერა, რომ რეალურად არანაირი მატერიალური ფასეულობა აი ამ საქართველოს განს არ გააჩნია და მხოლოდ ქართველებისთვის რაღაცა ისტორიული მეხსიერების რაღაცა ნიმუშებს წარმოადგენენ, ობიექტებს და არანაირ ვიმეორებ რაღაცა მატერიალურ ფასეულობას არ წარმოადგენდა. ამითი გადაურჩა ეს განძი კონფისკაციას და რა ვიცი გაფლანგვას, გაყიდვას და ასე შემდეგ ომის გერმანიის მიერ ომის ასე ვთქვათ გავრცელების რაღაცა მატერიალურ საშუალებად არ გადაიქცა ჩვენი ქართული ისტორიული და სასულიერო რელიგიური განძი. ანუ უკვე ამ ეტაპიდან პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ შეიძლება წინა ხაზზე არა იარაღით ხელში, მაგრამ ამ დროს უკვე როდესაც იწყება მეორე მსოფლიო ომი, წმინდა გრიგოლ ფერაძე ხდება რეალურად თავისი ქართული, როგორც სახელმწიფოს, საქართველოს, ქართული ისტორიის, საგანძურის, კულტურის და მეცნიერების ზოგადად დამცველი ხდება. ვიმეორებ ის ამ პერიოდში გერმანიის ოკუპაციის დროს იმყოფება ხან საფრანგეთში, ხან პოლონეთში და უკვე 1942 წელს იმის გამო
და იმ ბრალდებით, რომ გრიგორი სასულიერო პირი უკვე არქიმანდრიტი გრიგოლი იფარავდა ისეთი ეროვნებების წარმომადგენლებს, რომლებიც ფაშისტური გერმანიისთვის და გერმანიაში ითვლებოდნენ როგორც non grata ეროვნებები, ეს იყვნენ ებრაელები, თუ თქვათ ბოშები, თუ სხვა სლავები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ვიმეორებ, ომში მონაწილეობა არ არის მხოლოდ და მხოლოდ იარაღით ხელში ბრძოლა, არამედ ხშირ შემთხვევაში შეიძლება რომ ეს ბრძოლა მიმდინარეობდეს ზუსტად ასეთი აქტებით, როდესაც შენ ქრისტიანული სიყვარულით და ქრისტიანული მოვალეობით და კაცთმოყვარეობით უპირველეს ყოვლისა ისევ და ისევ ეხმარები ადამიანს და ადამიანებს აწვდის სწორ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ კი რა ხდება რეალობაში და რა ფასეულობებით უნდა ცხოვრობდეთ ჩვენ და ნებისმიერი ფორმის და შინაარსის ომი თავისთავად არის ბოროტება და ამ ომის წინააღმდეგ, ამ ბოროტების წინააღმდეგ ყველანი ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი ხერხებით, ჩვენი საშუალებით, რაც ჩვენ შეგვეძლება და რისთვისაც ჩვენ ხელი მიგიწვდება. და აი ზუსტად ამის გამო, რომ წმინდა გრიგოლი ამ წლებში, როდესაც ათასობით ადამიანი იდევნება ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში, რომელიც ათასობით ადამიანი არის შეპყრობილი და პრაქტიკულად მათ ერთგვარი გენოციდი მიმდინარეობს ადამიანების, ეროვნების, თუ რაღაცა პოლიტიკური შეხედულებების, თუ ეთნიკური კუთვნილების და ასე შემდეგ რაღაცა პრინციპიდან გამომდინარე, ადამიანები იხოცებიან, იდევნებიან, მათ კლავენ. წმინდა გრიგოლ ფერაძე ყველა ღონეს ხმარობს, რომ უშველოს და დაიფაროს ეს ადამიანები. ზუსტად ამის გამო 1952 წელს უკვე თავად გრიგოლს, არქიმანდრიტ გრიგოლს აპატიმრებენ და ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში აპატიმრებენ. და როგორც არის ცნობილი, უკვე დოკუმენტურად არის ეს დადასტურებული, რომ იმავე წელს 1952 წელს 6 დეკემბერს იმის გამო, რომ გადაეჩინა სხვა ადამიანი, რომელიც არ იყო არც ეროვნებით ქართველი, როგორც არის ცნობილი ეს დოკუმენტურად და ამსარებლობითაც არც იყო ქრისტიანი მართლმადიდებელი, იყო იუდეველი, ანუ ეროვნებით იყო ებრაელი და ამსარებლობით იყო იუდეველი, ზუსტად რომ გადაერჩინა უკვე ციხეში, უკვე კონცენტრაციულ ბანაკში ყოფნისას, რომ გადაერჩინა ეს სხვა ადამიანი, მის მაგივრად მიდის წმინდა გრიგოლი და გაზის კამერაში მას კლავენ და შესაბამისად უკვე შემდგომში ეს მისი გმირული აქტი, თავგანწირვის აქტი ხდება უკვე ცნობილი ფართე საზოგადოებისთვის, რა თქმა უნდა ეს უკვე მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ და მართლმადიდებელმა ეკლესიამ გადაწყვიტა, რომ არა მარტო მისი ცხოვრება და მოღვაწეობა და მისი მსხვერპლი გამხდარიყო ცნობილი ფართე საზოგადოებისთვის, არა მარტო საეკლესიო საზოგადოებისთვის, არამედ ყველა ადამიანისთვის და ასევე რომ მისი ასეთი თავგანწირული მსხვერპლის გამო, რომ უნდა შერაცხულიყო წმინდათა დასში, რაც მოხდა კიდევაც და ზუსტად იმ დღეს, როდესაც მოხდა მისი მოწამეობრივი აღსრულება 6 დეკემბერს დაწესდა მისი ხსენების დღე, წმინდა მუდმივმოწამე გრიგოლ ფერაძის. აი, აქედან გამომდინარე, რომ პრაქტიკულად წმინდა გრიგოლ ფერაძის ცხოვრებაში ჩვენ შეიძლება დავინახოთ ეს გაერთიანებული საეკლესიო მოღვაწეობის ორი მიმართულება. ერთის მხრივ სუფთა აკადემიური სამეცნიერო საქმიანობა, მოგესწრებით ის იყო მეცნიერი, მკვლევარი, თანაც თავისი ცხოვრების ძირითად ნაწილს ის გაატარებს ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში, როგორც მკვლევარი და როგორც სასულიერო პირი მეორეს მხრივ, როგორც უკვე ბერი, ასკეტი, ამბიონიდან მხადაგებელი და მესამე მხარეს შეიძლება რა თქმა უნდა აქ დავინახოთ უკვე როგორც მოწამე. და შესაბამისად მე მინდა რომ დღეს ესე მცირეოდენ მაინც შევეხოთ ჩვენი საეკლესიო ცხოვრების ამ სამ მხარეს, რომელიც არის ვიმეორებ ძალიან აქტუალური და ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გვქონდეს სწორი შეხედულება
ერთთან, მეორესთან და მესამესთან. არსებობს სამწუხაროდ ასეთი სტერეოტიპი, რომელიც ხშირად გამიგია, რომ ადამიანისთვის, ანუ ეკლესიური ადამიანისთვის და სასულიერო პირისთვისაც აკადემიური განათლება დიდად აუცილებელი არ არის, რომ თავარი ადამიანმა ილოცოს, ასკეტურად იმოღვაწეოს და თავისთავად ეს ცოდნა, სულიერი ცოდნა, მას თავისთავად მიეცემა ღვთისგან, რაღაცა შთაგონებით და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, სულიერი ცხოვრების, ასკეტური ცხოვრების მნიშვნელობას არავინ არ აკნინებს, ის რომ ადამიანი რეალური თეოლოგი თვითონ აი ამ ეს სიტყვა ჩვენ რას გვეუბნება, მარტო იმას კი არა რომ ანუ ეს სხვათა შორის ამისი სწორი, ზუსტი ქართული შესატყვისი არის ღვთისმეტყველება. ანუ თეოლოგია რეალური თეოლოგია არ არის მხოლოდ და მხოლოდ ღმერთის შესახებ საუბარი, ხო? ღვთისმეტყველება, არამედ უპირველეს ყოვლისა ნიშნავს ღმერთთან საუბარს ნიშნავს. ანუ ადამიანი, რომელიც ლაპარაკობს ღმერთზე, სასულიერო ცხოვრებაზე და ასე შემდეგ, თვითონ უნდა მას ასეთ ადამიანს ჰქონდეს უშუალო სულიერი კავშირი, რა თქმა უნდა, სულიწმიდის მადლთან, თვითონ უნდა ჰქონდეს ეს პრაქტიკული, ასე ვთქვათ, გამოცდილება ღმერთთან შეხვედრის, მისგან მადლის მიღების, მადლის მოხვეჭის და სულიერი ხედვის, ასე ვთქვათ, უნარი უნდა გააჩნდეს ისევ და ისევ ლოცვით, მარხვით და საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობით და ასე შემდეგ. ანუ ეს არის განუყოფელი ნაწილი, რა თქმა უნდა, ღვთის შემეცნების პროცესში. მაგრამ ეს პროცესი, სუფთა სულიერი, ხო, არ გამორიცხავს არც ერთ შემთხვევაში აკადემიური განათლების მიღებას. ანუ ჩვენ ვიცით ისევ და ისევ წმინდა მამებიდან ვიცით, რომ შემეცნება არსებობს სამი ფორმის, რომელიც ასე ვთქვათ, სხვადასხვა ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპებზე ენიჭება ადამიანს. პირველი ის არის ბუნებითი შემეცნება. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ ადამიანი, რომელიც ვთქვათ, დიდი ცოდნა განათლება რომაც არ მიიღოს, ხო? ასეთმა ადამიანს შეიძლება ბევრი რაღაცა შეიცნოს, შეისწავლოს აი გარშემო არსებული ბუნებიდან, იმ სოციალური რაღაცა წყობიდან, ბავშვობიდან, ხო, ჩვენ გვასწავლიან, რომ რა არის სიკეთე, რა არის ბოროტება, ამა თუ იმ სიტუაციაში როგორ უნდა მოვიქცეთ, რა არის რდილობის ელემენტარული ეტიკეტის რაღაცა ელემენტარული ნორმები, რა არის დანაშაული, რა არის ასჯელი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ სიკეთის და ბოროტების შესახებ რაღაცა ელემენტარული ინფორმაციას ყველანი ვღებულობთ ჩვენ ბავშვობიდანვე, ვიმეორებთ უბრალოდ ბუნებაზე დაკვირვებით, ხო, ბუნებაში რა ხდება, ცხოველების სამყაროდან, ცხოველები როგორ რა კანონებით არსებობენ და ცხოვრობენ და ასე შემდეგ. იმ სოციუმიდან, რომელშიც იბადება და იზრდება ადამიანი, იმ კულტურის რაღაცა ნორმებიდან, ფასეულობებიდან, რომელიც არსებობს და ასე შემდეგ, რომელსაც შეიძლება დავარქვათ ისევ და ისევ ბუნებით შემეცნებას, მაგრამ არსებობს მეორე საფეხური, რომელიც ასევე არის ძალიან აუცილებელი და უფრო მაღალ დონეზე აყავს ადამიანის ცოდნას, უკვე არის აკადემიური განათლება, რომელიც უკვე ადამიანის გონებით, ტვინით ხდება ამისი მიღება და რომელსაც ადამიანი ღებულობს სხვადასხვა საფეხურის სკოლებიდან. ეს შეიძლება იყოს თუ თანამედროვე განათლების სისტემაზე თუ ვილაპარაკებთ, შეიძლება იყოს ჯერ კიდევ ბაგაბაღიდან, სადაც ბავშვი სულ ელემენტარულ რაღაცა ცოდნას და განათლებას ღებულობს, უკვე საშუალო სკოლიდან, ხო, ეს დაწყებითი, თქვათ, განათლება იქნება, თუ უკვე სპეციალური განათლება იქნება, უმაღლესი განათლება, საუნივერსიტეტო, პოსტუნივერსიტარული, რომელიც უკვე სამეცნიერო სფეროში შედის ადამიანი და ღებულობს უკვე მაგისტრის ან დოქტორის ხარისხებს და ასე შემდეგ. ანუ სხვადასხვა საფეხურებზე ადამიანი უკვე ღებულობს აკადემიურ განათლებას, რომელიც რა თქმა უნდა მას უფართოვებს ცოდნას, მსოფლმხედველობას და ასე შემდეგ. და მესამე, როდესაც უკვე თეოლოგიას რაც შეეხება და არა მხოლოდ თეოლოგიის დარგში დამეთანხმებით, უკვე არსებობს რაღაც შეიძლება ასე ითქვას, სულიერი განათლება, რომელიც ადამიანი
ღებულობს რაღაცა ცოდნას, განათლებას, რომელიც აღემატება მხოლოდ და მხოლოდ რაღაცა წიგნისეულ ცოდნას, იმ ცოდნას, რომელსაც ვღებულობთ ჩვენ თქვათ აუდიტორიაში, საკლასო ოთახში და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ანუ ეს უკვე არის ზებუნებრივი ცოდნა, რომლისთვისაც არსებობს საჭიროა ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, ღვთისწყალობა, მაგრამ ამავდროულად, რა თქმა უნდა, ადამიანის ღვაწლიც უკვე სულიერი ღვაწლი, მისი ლოცვა, მარხვა და ასე შემდეგ. ანუ ეს სამივე საფეხური, ანუ სამივე სფერო ცოდნის განათლების არ გამორიცხავს ერთი მეორეს, არამედ პირიქით უფრო ავსებენ. და აი ასეთი ძალიან მაღალი განათლების, როგორც აკადემია, სადაც სულიერი განათლების ნიმუშს წარმოადგენს ზუსტად წმინდა გრიგოლ ფერაძე, რომელიც ვიმეორებთ, ეხლა როგორც ჩვენ თქვით და მოვყვებით, ჯერ უკვე დაბადებიდანვე გაიზარდა ისეთ სფეროში, ისეთ ოჯახში, რომელიც ცალკე იყო განსწავლული ზოგადად რელიგიურ ცხოვრებაში, ვიმეორებ, მამამისი, მისი ბიძა იყვნენ სასულიერო პირები, რომლებისგანაც მიიღო თავდაპირველი ცოდნა, განათლება რელიგიურ ცხოვრებაში, ეკლესიურ ცხოვრებაში და ზოგადად თეოლოგიაში. შემდგომში უკვე სწავლას აგრძელებს სასულიერო შესაბამის სკოლებში, ეს არის სასულიერო სკოლა, სასულიერო სემინარია, უნივერსიტეტი, მაშინ საქართველოში არ არსებობდა სასულიერო აკადემია, საუნივერსიტეტო დონის თეოლოგიური ფაკულტეტები, მაგრამ ის სწავლას აგრძელებს თბილისის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, სიბრძნის მეტყველეობის ეგრეთ წოდებულ ფაკულტეტზე, სხვადასხვა ფილოსოფია ზუსტად ასე ითარგმნება, მისი ზუსტი ქართული შესატყვისი სიტყვა არის სიბრძნის მეტყველება, რომელიც ასევე ისევ და ისევ არის ძალიან მჭიდრო კავშირში ზოგადად თეოლოგიასთან მოგეხსენებათ და მერე შემდგომში უკვე ცენტრალური თუ დასავლური ევროპის უმაღლეს სასწავლებლებში აგრძელებს სწავლას გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, პოლონეთში, საფრანგეთში და ასე შემდეგ. და ისევ და ისევ ზუსტად აი ამ თავისი აკადემიური განათლებით, ხო, წმინდა გრიგოლ ფერაძე ძალიან დიდი წვლილი შეაქვს. ჯერ ერთი თავისი ცხოვრების გზაზე, რომ მოიპოვოს ის მადლი, ის ნიჭი, რომელიც მას შემდგომში უკვე დაეხმარა, რომ მიიღო მოწამეობრივი გვირგვინი და შემდგომში უკვე შემდგომ თაობებს ჩვენ დაგვიტოვა ის უდიდესი საგანძური, რომელიც საწქვია ზოგადად ღვთისმეტყველება, თეოლოგია, წყაროები, თქვათ, ისტორიულ წყაროებთან მუშაობის, თქვათ, უნარი, ცოდნა და ასე შემდეგ. ეს წმინდა გრიგოლ ფერაძის მაგალითი არის ძალიან აქტუალური ჩვენთვის დღევანდელობაში. რატო? იმიტომ რომ დღესაც და განსაკუთრებით დღეს ალბათ ჩვენ საზოგადოებაში და ბევრწილად საეკლესიო საზოგადოებაში არსებობს გარკვეული სტერეოტიპი და შიში. ევროპასთან დაკავშირებით, ევროპაში მიღებულ განათლებასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. როდესაც ჩვენი ახალგაზრდები გამოთქვამენ სურვილს, რომ თქვათ წავიდნენ ევროპაში განათლების მისაღებად და ეს არ იგულისხმება მხოლოდ და მხოლოდ სასულიერო განათლებაზე, ნებისმიერ დარგში, ხო, შეიძლება რაღაცა იყოს თეოლოგიური განათლება, შეიძლება იყოს ჰუმანიტარული განათლება, შეიძლება იყოს სულთა ტექნიკური რაღაცა განათლება და ასე შემდეგ, ხო, საზოგადოებაში ხშირ შემთხვევაში და ვიმეორებ განსაკუთრებით საეკლესიო საზოგადოებაში ჩნდება ასეთი შიში, ვაი და ადამიანი თუ წავიდა თუ გასცდა საქართველოს საზღვრებს, ის აუცილებლად და თანაც სად თქვათ ევროპაში, მორჩე გათავდა, ანუ ეს უეჭველად ეს გადაგვარდება, რაღაცა უზნეობაში ჩავარდება, რაღაცა მისი გარყვნილობა მოხდება ადამიანის ზნეობრივი თუ რაღაცა სხვა ფორმის და ასე შემდეგ და ანუ ის ამუდამოდ დაიკარგება როგორც ქართველი ერისთვის, საქართველოსთვის და რომაც ჩამოვიდეს საქართველოში შემდგომში ამ განათლების მიღების შემდეგ ის რეალურად უკვე რაღაცა უცხოური ჩვენთვის არა ბუნებითი, თქვათ, ქართველებისთვის არაბუნებრივი იდეოლოგიის, მსოფლმხედველობის მატარებელი და გამავრცელებელი იქნება და ასე შემდეგ. ანუ ასეთი შიში ვიმეორებ არსებობს ნაწილობრივ გამართლებული, მაგრამ ბევრწილად
მე ასე ვიტყოდი, გაუმართლებელი შიში, იმიტომ რომ ჩვენ აგერა ჩვენი წინაპრების მაგალითზე ვიცით და ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი ნიჭიერი ქართველი ადამიანი, ქართველი ახალგაზრდა თავისი ნიჭის, სოდნის, განათლების, განვითარების ერთ-ერთ საშუალებად ხედავდნენ ზუსტად ევროპაში წასვლას და ევროპაში მიღებულ განათლებაში ხედავდნენ. ასეთი მაგალითები არის ძალიან ბევრი, თუმცა ძალიან შორეულ იმაში რომ არ წავიდეთ, ხო, ჩვენ თქვათ ისტორიულ პერსპექტივაში, თუმცა გავიხსენოთ თუმცა რაც შორეულში შეიძლება წავიდეთ, იმიტომ რომ მე-9 საუკუნიდან დაწყებული თქვათ, მე-9 საუკუნიდან, იმიტომ რომ იმ პერიოდში მოგეხსენებათ ყველაზე ესეთი განვითარებული ევროპული ცოდნა, განათლება იყო ისევ და ისევ იმ უნივერსიტეტებში, იმ მონასტრებში არსებულ სასულიერო თეოლოგიურ სკოლებში, რომლებიც არ შემოისაზღვრებოდნენ მხოლოდ და მხოლოდ სუფთა რელიგიური განათლებით, არამედ იქ ისწავლებოდა როგორც შემდგომში გელათის აკადემიაში, ხო? იქ ისწავლებოდა თეოლოგიაც, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, მაგრამ ისწავლებოდა ზუსტი მეცნიერებებიც, როგორიც იყო, თქვათ, მათემატიკა, ასტრონომია, ფიზიკა, მათემატიკა, მედიცინა და ასე შემდეგ. ანუ თეოლოგია როგორც მეცნიერება არ იყო ჩაკეტილი, ასე თქვათ, თავის რაღაცა ვიწრო ჩარჩოებში, არამედ პირიქით, ზუსტად თეოლოგიას ჭირდებოდა უფრო ფართე განათლება სხვადასხვა დარგებში, სამეცნიერო დარგებში უფრო სიღრმისეული ცოდნა და განათლება, რომ ასე თქვათ, პასუხი გასცეს ამა თუ იმ დროში არსებულ გამოწვევებს და ისევ და ისევ ადამიანებს მრევლს, რომ სწორი ინფორმაცია მიაწოდოს, როგორ უნდა ვიოროთ ამ ჩვენს დროში, ისე როგორ წარმართოთ ჩვენი რელიგიური ცხოვრება ისეთნაირად, რომ არ დავიღუპოთ ჩვენი სულები, არ წავწყნიდოთ და პირიქით ბუნება, ზუსტი მეცნიერებები ჩვენ გამოვიყენოთ ისევ და ისე ჩვენი ცხონების მოსაპოვებლად. ანუ ვიმეორებ ეს სტერეოტიპი და ეს ასე ვთქვათ ცრუ წარმოდგენა თითქოს და რელიგია, კონკრეტულად ქრისტიანობა ყოველთვის თითქოს და ეწინააღმდეგებოდა მეცნიერებას და მეცნიერების წინააღმდეგ მებრძოლი იყო, ეს არის სრული აბსურდი, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ თუ გადავხედავთ ისტორიას, ჩვენ ვხედავთ, რომ ზუსტად სასულიერო პირები იყვნენ ის, ვთქვათ, მეცნიერი ადამიანები, რომლებიც ან ვითარებდნენ გინდა აღმოსავლეთში, გინდა აზიაში, გინდა ევროპაში, ზუსტად რომ ასეთ მეცნიერებებს, ზუსტ მეცნიერებებს, როგორიცაა ფიზიკა, ასტრონომია, მათემატიკა, გეომეტრია და ასე შემდეგ. ბევრი თანამედროვე მეცნიერება, როგორიც არის ისევ და ისევ ფსიქოლოგია მაგალითად, სოციოლოგია და ასე შემდეგ, ფილოსოფია, ისინი წარმოიშვნენ ისევ და ისევ თეოლოგიიდან. ანუ თეოლოგია იყო ის ალმა მატერი, ის დედა მეცნიერება, რომლებისგან გამოვიდნენ და განვითარდნენ და ახლაც ვითარდებიან ასეთი მეცნიერების საყოველთაოდ აღიარებული მეცნიერებები, ვიმეორებ, როგორიც არის ფილოსოფია, სოციოლოგია, ფსიქოლოგია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ბევრი სხვა ჰუმანიტარული თუ სოციოლოგიური დარგი მეცნიერება, მიმართულება და ასე შემდეგ. ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ პრაქტიკულად ყველა აღმოსავლური თუ დასავლური აკადემიები, ანუ უმაღლესი სასწავლებლები ჩამოყალიბდნენ ზუსტად მონასტრების გარშემო და ზუსტად სასულიერო პირები, სასულიერო მეცნიერები, მკვლევარები იყვნენ პირველი პროფესორები აი ამ უნივერსიტეტებში, რომლებიც ასწავლიდნენ არა მხოლოდ თეოლოგიას, არამედ ზუსტ მეცნიერებებსაც ასწავლიდნენ. დღემდე ევროპის ყველა წამყვან უნივერსიტეტში ერთ-ერთ ძირითად ფაკულტეტს დღემდე წარმოადგენს ზუსტად თეოლოგიის ფაკულტეტი. ანუ ეს არის, ვიმეორებ, უკვე მე-19-მე-20 საუკუნეში განსაკუთრებით ასეთი უკვე ყოფილი რუსეთის იმპერიაში და მე უკვე შემდგომში საბჭოთა კავშირში ცრუ წარმოდგენა თითქოს და თეოლოგია არის ცრუ მეცნიერება, ზოგადად არა მეცნიერებათაც არ შეიძლება შეირაცხოს და საერთოდ უნდა იყოს განდევნილი აკადემიური სივრციდან, საუნივერსიტეტო სფეროდან და ასე შემდეგ. ეს არის ძალიან დიდი შეცდომა. ვიმეორებ, ასეთი მიმართულება ჯერ დაიწყო
რუსეთის იმპერიაში და მერე თანდათან უკვე განვითარდა შემდგომში უკვე საქართველოშიც, რამაც პრაქტიკულად წარმოშვა ასეთი იდეოლოგიური დაპირისპირება ზუსტად აქ ჩვენთან აღმოსავლეთში ეს მოხდა. ვიმეორებ უპირველეს ყოვლისა რუსეთის იმპერიის, სადაც მოხდა გაყოფა ამ ორი ძალიან მნიშვნელოვანი სამეცნიერო დარგის, რომელსაც ქვია თეოლოგია და ზუსტი მეცნიერებები. ფილოსოფია იქნება თუ ფიზიკა, ქიმია, მათემატიკა, ასტრონომია და ასე შემდეგ. ანუ ჩვენთან მოხდა ამისი გაყოფა და ხელოვნური ურთიერთდაპირისპირება იმ დროს ევროპაში ასეთი დაყოფა არ არსებობდა. გავიხსენოთ ის, რომ ისევ და ისე ჯერ კიდე მე-19 საუკუნიდან მანამდეც ჩვენი ქართველი ყველაზე გამოჩენილი, ასე თქვათ, წიგნობრები, ვინც იყვნენ, ისინი მიდიან ზუსტად ბიზანტიის იმპერიაში, იქ არსებულ სასულიერო სკოლებში, რომლებიც ვიმეორებ მონასტრებში იყო ძირითადად განვითარებული და არა მხოლოდ მონასტრებში, მაგალითად ჩვენ ვიცით, რომ უკვე მე-5 საუკუნეში კონსტანტინოპოლში არის დაარსებული პირველი უნივერსიტეტი, ასე თქვათ, საერო უნივერსიტეტი, რომელიც არ იყო, ასე თქვათ, მონასტრის სივრცეში, არამედ ცალკე უნივერსიტეტი იყო, სადაც უფრო სირმისეულად ასწავლიდნენ არ მხოლოდ სასულიერო პირებს, საერო ადამიანებს, საერო პირებსაც ასწავლიდნენ ყველა ზუსტ მეცნიერებას და მათ შორის თეოლოგიასაც, რა თქმა უნდა. ჩვენ თუ წავიკითხავთ მე-4 საუკუნის წმინდა მამების შრომებს, როგორც თქვათ ბასილი დიდი, გრიგორი ღვთისმეტყველი, იოანე კროპირი და სხვები, თავის თეოლოგიურ არგუმენტაციაში ისინი ზუსტად იყენებენ იმ ზუსტ მეცნიერებებს, რომლებიც იყო იმ დროისთვის ცნობილი და განვითარებული. ჩვენ რომ წავიკითხოთ წმინდა ბასილი დიდის ეგრეთ წოდებულ 6-თა დღეს, ანუ სამყაროს შექმნის 6 დღის შესახებ მის შრომას, ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს საკმაოდ სირმისეულად ჩახედული ფიზიკაში, ასტრონომიაში, ქიმიაში ჩახედული, ბიოლოგიაში, ასეთ დარგებში ჩახედული ადამიანის მიერ არის დაწერილი. იმ დროს, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ წმინდა ბასილი დიდი იყო მღვდელმთავარი, იყო სასულიერო პირი, მაგრამ და ჰქონდა ძალიან მაღალი აკადემიური განათლება მიღებული ათენის აკადემიაში, სადაც ის სწავლობდა როგორც წარმართულ იმ დროისთვის წარმართულ ფილოსოფიას, ასევე ზუსტ მეცნიერებებს და ზუსტი მეცნიერებები ზუსტად იყო გამოყენებული თქვათ წმინდა წერილის ბიბლიის განმარტებისთვის და ეს არის ჩვეულებრივად ეს მეთოდიც დღემდეც არის გამოყენებული თეოლოგიის და თეოლოგების მიერ. ვიმეორებ, ანუ ეს დაპირისპირება ვითომ და არსებული დაპირისპირება მეცნიერებასა და რელიგიას შორის არის ცრუ პირიქით, ანუ ერთი მეორეს ავსებს და უფრო ესეთ სირმისეულს ხდის. ჩვენ შეიძლება ისიც გავიხსენოთ, რომ მაგალითად თუნდაც აი ერთ-ერთი მაგალითი წმინდა ანთიმოზივერიელი, როდესაც ვკითხულობთ მის ქადაგებებს, მის მოღვაწეობას ზოგადად, ჩვენ ვხედავთ, რომ თავის სასულიერო მისიონერულ საქმიანობაში ის ძალიან აქტიურად იყენებდა იმ მეცნიერების თქვათ დარგებს და იმ აღმოჩენებს, რომლებიც არსებობდა იმ დროისთვის მე-18 საუკუნის დასაწყისში და ერთ-ერთი მისი მოღვაწეობის სფერო, როგორც არის ცნობილი, ეს იყო მესტამბეობა და მესტამბეობა ზუსტად ეს არის ის დარგი, რომელიც ძალიან აქტიურად ვითარდება ზუსტად აი მე-17, მე-18, მე-19 საუკუნეებში და ყველაზე ესეთი პროგრესული აღმოჩენები, თქვა ტექნიკური აღმოჩენები ამ დარგში ანთიმოზივერიელი ღებულობს ისევ და ისე დასავლეთი ევროპიდან ბევრწილად და უკვე თავის საქმიანობაში, მესტამბეობის საქმიანობაში იყენებს ყველაზე განვითარებულ სტამბებს ის აწყობს და რომ იმ სტამბებზე უკვე თვითონ უნგრო-ვლახეთის ტერიტორიაზე, ანუ დღევანდელი რუმინეთის ტერიტორიაზე, მერე შემდგომში უკვე არაბების მართლმადიდებულ ქრისტიანულ სამყაროში და საქართველოშიც უკვე აგზავნის ახალ აწყობილ ტექნოლოგიურად ახალ აწყობილ სტამბებს აგზავნის, სადაც იბეჭდება რელიგიური, თეოლოგიური და კულტურის, ასე ვთქვათ, კულტურისთვის მნიშვნელოვანი წიგნები რუმინულ, ბერძნულ, სლავურ, არაბულ და ქართულ ენებზე.
და შესაბამისად აი ამ ტექნოლოგიების, თანამედროვე ტექნოლოგიების და მეცნიერებების ცოდნა ხელს უწყობს ისე და ესე ქრისტიანულ ცოდნას, მისიონარიზმს, თეოლოგიას და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ანუ ეს გაყოფა ვიმეორებ ეკლესიასა და მეცნიერებას შორის, ანუ თეოლოგიასა და აკადემიურ განათლებას, სხვა საერო განათლებას შორის არის სრულ და არის ისევ და ისევ ეკლესიისთვის საზიანო. ჩვენი ყველაზე დიდი საამაყო, ასე ვთქვათ, თაობა, რომელიც დიდი წვლილი შეიტანა როგორც ქართულ მეცნიერებაში, ასევე ქართული კულტურის განვითარებაში, ისევ და ისევ ეს არის მე-19 საუკუნეში ეგრეთ წოდებული თერგდალეულების თაობა, ხო, რომლებიც მიდიოდნენ ძირითადად რუსეთში, მაგრამ ის დროს ზუსტად პეტერბურგის უნივერსიტეტი არის ყველაზე ესეთი ევროპის სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული უნივერსიტეტი, პროდასავლური თქვა ცნობიერების, სოფლმხედველობის ფასეულობების მქონე უნივერსიტეტი და ამ უნივერსიტეტში ჩვენი ქართველი ახალგაზრდა მეცნიერები ღებულობენ იმ თქვათ თანამედროვე, იმ დროისთვის თანამედროვე ცოდნას, განათლებას აკადემიურ და რომელსაც შემდგომში უკვე ახმარებენ როგორც საქართველოს კულტურას და საქართველოს ეკლესიას, რა თქმა უნდა, თავისი ავტოკეფალიის ხელახლა მოპოვების და გამტკიცების საქმეში და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. შესაბამისად ჩვენ შეიძლება აქ გავიხსენოთ ძველი ქრისტიანული სიბრძნე, რომელიც სხვათა შორის თავის დროზე მამა გაბრიელი ხშირად იმეორებდა ხოლმე. ის ამბობდა, რომ ადამიანი რომელიც აპირებს იერუსალიმში წასვლას მოსალოცად, ნუ ეთხი კი ბატონო წადიო, ნურც იმას ეტყვიო, არა არ წახვიდეო. იმიტომ რომ შეიძლება ადამიანი თქვათ იქ წავიდეს და გზაში დაიღუპოს, ან იქ ჩამოვიდეს, მაგრამ მაინც და მაინც სულიერი სარგებელი ვერ მიიღოს და პირიქით მისთვის ის უფრო მეტად დასასჯელად აღმოჩნდეს და შეიძლება პირიქით ადამიანი აქ დარჩეს, ხო, არსად არ წავიდეს და აქ მოიპოვოს ასე ვთქვათ, ცხონებაც, მადლიც და ასე შემდეგ. ასე რომ თავისთავად სადღაცა წასვლა, თუნდაც არ წასვლა, არ ნიშნავს არც გინდა თუ არა მადლის მოპოვებას, ან მადლის მოხვეჭას, ცხონებას თუ დაღუპვას და ასე შემდეგ. გააჩნია ადამიანი თუ კი სადმე მიდის, თუ ადგილზე რჩება, აქ ადგილზე თუ იქ წასვლით, რას მოიპოვებს, როგორ მოიხმარს თავის ტალანტს, ღმერთისგან ბოძებულ ნიჭს და ასე შემდეგ. კი ბატონო, ბევრი წასულა ევროპაში, თქვა განათლების მისაღებად, მეცნიერების შესაძენად და სხვადასხვა მიზნებისთვის, მაგრამ ბევრი მართლა რაც მართალია, გაამრავლა თავისი ტალანტი და შეიძლება საქართველოში არ ჩამოდა წმინდა გრიგოლ ფერაძის შემთხვევაში, ხო? ისევ ევროპაში გააგრძელა თავისი საქმიანობა, მოღვაწეობა, მაგრამ მისი მოღვაწეობა იყო ისევ და ისევ მორწმუნე ადამიანებისთვის, მართლმადიდებლებისთვის, ეკლესიის გაძლიერებისთვის და ისევ და ისევ საქართველოს ეკლესიის გაძლიერებისთვის იყო. ასევე წმინდა ანთიმოზივერილის შესახებ შეიძლება იგივე ვთქვათ, მე-17 საუკუნის, მე-18 საუკუნის მიჯნაზე ის აღმოჩნდება, აღმოსავლეთ ევროპაში, დღევანდელი რუმინეთის ტერიტორიაზე, სადაც ის ხდება სასულიერო პირი უნგრო-ვლახეთის ეკლესიის საჭეტმყრობელი, მიტროპოლიტი სრულიად უნგრო-ვლახეთისა, დიდი მოღვაწე, მაგრამ საქართველოში არ ბრუნდება, იქვე ის აღესრულება, ასევე მოწამეობრივად აღესრულება, მაგრამ ზუსტად იქ მოღვაწეობით, იქ მიღებული ცოდნით, განათლებით, გამოცდილებით და ასე შემდეგ, მას ძალიან დიდი წვლილი შეაქვს ზოგადად მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის განვითარებაში, გაძლიერებაში, დაცვაში და უშუალოდ კონკრეტულ საქართველოს ეკლესიის განვითარებაშიც შეაქვს ძალიან დიდი წვლილი. ანუ ადგილმდებარეობა ჩვენ არ განაპირობებს არც იმას, რომ თქვათ ჩვენი რეალურად ვემსახურებით თუ არა მართლმადიდებლობას, ქრისტიანობას, ჩვენ საქართველოს ეკლესიას, თუ არ ვემსახურებით და ის მოსაც არ ნიშნავს ადამიანი თუ მიდის ევროპაში თუ სადღაცა დედამიწის სხვა კუთხეში, იქ აპრიორე უკვე არის დაღუპული და დაკარგული ღმერთისთვის, მადლისთვის, სამშობლოსთვის და ასე შემდეგ. გააჩნია ვიმეორებ ადამიანი იქ წასვლისას, ან თუნდაც აქ დარჩენით, რას გააკეთებს, რას მოიპოვებს, როგორ გამოიყენებს იმ თავის განათლებას, ცოდნას, რა მიმართულებით წაიყვანს თავის აკადემიურ თუ სულიერ განვითარებას და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. და წმინდა გრიგოლის
ფერაძის მაგალითი არის ზუსტად ერთ-ერთი ის, სადაც ჩვენ შეიძლება დავინახოთ, რომ ადამიანი შეიძლება იყოს ევროპაში, ამერიკაში, დედამიწის ნებისმიერ სხვა კუთხეში და მიიღოს ძალიან მაღალი სასულიერო და აკადემიური განათლება, იქ მოღვაწეოს როგორც პროფესიონალი ადამიანი, არა მხოლოდ როგორც სასულიერო პირი, არამედ საერო დარგშიც, მაგრამ ამ თავისი საქმიანობით ასახელოს როგორც მინიმუმ საქართველოს, გააცნოს მსოფლიოს ქართული კულტურა, საქართველოს ისტორია, ჩვენი ღირებულებები, ფასეულობები და ასე შემდეგ. მე მახსოვს თვითონ მე პირველად როდესაც მოვხდი ევროპაში, ეს იყო 1996 წელი, საქართველოს იმ დროს რამოდენიმე წელია იყო როგორც ასე ვთქვათ, გამოსული საბჭოთა კავშირის საზღვრებიდან და უკვე დამოუკიდებელ სახელმწიფოს წარმოვადგენდით, მაგრამ ევროპაში როდესაც ამბობდი რომ საქართველოსდან ხარ, то პირველი რეაქცია ყველასი პრაქტიკულად იყო ის, ქართველები ხართ, საბჭოთა კავშირელები ხართ, ყოფილი, ხო? ესე იგი რუსები ხართ. ანუ ჩვენ ქართველები ვასოცირდებოდით და დღემდე ხშირ შემთხვევაში სამწუხაროდ ვასოცირდებით სლავურ, რუსულ კულტურასთან, ეთნოსთან და რა ვიცი, სოლხოდელობასთან და ასე შემდეგ. ეს სამწუხარო ფაქტია. საბედნიეროდ უკვე ეს სიტუაცია ბევრწილად შეიცვალა. საქართველოს იცნობენ, ქართველებს გვიცნობენ, მეტნაკლებად იცნობენ ჩვენს ისტორიას, კულტურას, ამან განაპირობაა, რომ თქვათ, ბოლო წლების განმავლობაში უფრო მეტი და მეტი უცხოელი ევროპელი ტურისტი ჩამოდის საქართველოში, რომლებსაც აინტერესებს არა ჩვენი ბუნება, არა მხოლოდ ჩვენი ბუნების, არამედ ჩვენი კულტურის გაცნობა, ისტორიული ძეგლების, სასულიერო ქრისტიანული ძეგლების გაცნობა და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. და ეს არის ისევ და ისევ ბევრწილად ჩვენი ქართველების დამსახურება, რომელიც წლებია უკვე არიან დასავლეთ ევროპაში, ამერიკაში თუ სხვა ქვეყნებში და იქ მაქსიმალურად ცდილობენ, რომ გააცნონ ხალხს საქართველოს ქართული ისტორია, ჩვენი კულტურა, ჩვენი საგანძური, კულტურული თუ სასულიერო, რელიგიური და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ანუ უცხოეთში წასული ადამიანი ეს არ არის საქართველოს და არც მართლმადიდებლობის გამყიდველი თუ მოღალატე, როგორც ბევრ სამწუხაროდ დღემდე ასე მიაჩნია. ეს არის სუფთა კომუნისტური საბჭოთა კავშირისეული სტერეოტიპი, წარმოდგენა და იდეოლოგია, რომ ადამიანი თუ მიდის და იხედება, ხო, საბჭოთა კავშირის საზღვრებს გარეთ და იხედება საზღვარს იქით, всё უკვე აპრიორე ეს არის მოღალატე და ღირსია, ასე ვთქვათ, დახურეთის, დაპატიმრების და ასე უკვე ნეგატიური ელემენტია იმ თავითვე ასე არის მიჩნეული საზოგადოებისა. თუ კარგი ქართველი იყო, რატო წავიდა? აი ძალიან ხშირად ისმოდა ასეთი შეკითხვა, მე მახსოვს შევესწარი იმ დროს და დღესაც არაერთხელ გამიგია სამწუხაროდ საზოგადოების გარკვეული ფენის წარმომადგენლებისგან, რომ უცხოეთში წასვლა, დროებითი ცხოვრება, იქ განათლების მიღება, მით უმეტეს ეს არის საერთოდ მიუღებელი ქართული ადამიანისთვის და არის გამრყნელი ჩვენი ფასეულობების, ჩვენი სარწმუნოების და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ვიმეორებ, შეიძლება ადამიანი წავიდეს უცხოეთში, მაგრამ იქ რაც არის ჯანსაღი, კარგი, ის ისწავლოს და გამოიყენოს ისევ და ისევ ეკლესიისთვის, ქართველი ერის გაძლიერებისთვის. და შეიძლება საქართველოში დარჩეს და აქ ძალიან ბრჭყალებში კარგად იყოს საქართველოს მოღალატე და თავისი ეკლესიის და სარწმუნოების გამყიდველი. ადგილი არ განაპირობებს ადამიანის კეთილსაქმეებს და არც მის ცხონება, არც ცხონების საკითხს არ განაპირობებს. ვისწავლოთ აი მაგალითებიდან, როგორც იყო, თქვათ, აი წმინდა გრიგოლ ფერაძე და სადაც არ უნდა ვიყოთ ისევ და ისევ ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ რაც შეიძლება მეტი კარგი, ასე ვთქვათ, ნაყოფი მივიღოთ, მოვიხვეჭოთ და ეს ყველაფერი მოვახმაროთ ჩვენი სულების ცხონებას, ჩვენი ერის სახელმწიფოს გაძლიერებას და ჩვენი ეკლესიის მართლმადიდებელი ეკლესიის განვითარებას და გაძლიერებას, რომ მოვახმაროთ ეს ყველაფერი. კეთილი ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაბედნიეროთ, ვიმეორებ, ველოდებით თქვენს კითხვებს. ეს არის სამეფო არხი და გადაცემა თავისუფალი საუბრები მოძღვართან. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, ეთერში იყო
თეოლოგიის დოქტორი, დეკანოზი ალექსი ქშუტაშვილი. ღმერთმა დაგლოცოთ და გაბედნიეროთ მომავალ შეხვედრას.